გარემოში ინფორმაციის გაცვლისათვის გამოიყენება გზავნილები, რომელიც ელექტრონული ფოსტის ჩანაცვლების საუკეთესო საშუალებაა. მენეჯმენტის განყოფილებაში გზავნილების მონიშნით იხსნება ჩემს მიერ გაგზავნილი გზავნილების ფანჯარა. ახალი გზავნილის გასაგზავნად ინსტრუმენტების ზოლში ვირჩევთ ახალ გზავნილს. გახსნილ ფანჯარაში წერთ თემას. გზავნილის მიმღებად ვამატებთ შესაბამის თანამშრომლებს, ვისაც ეგზავნებად აღნიშნული გზავნილი. კავშირებში ვუთითებთ დამატებით ინფორმაციას. და შეგვაქვს შენიშვნა. თუ გვინდა გზავნილი მოგვიანებით გავაგზავნოთ, საკმარისია მოვნიშნოთ ღილაკი შენახვა. ხოლო მის გასაგზავნად კი უნდა მოინიშნოს ღილაკი გაგზავნა. თქვენს მიერ გაგზავნილი გზავნილების მიღება ხდება ინფორმაციის ფანჯარაში. სხვა ინფორმაციისგან განსხვავებით, მიღებულ გზავნილზე შეგიძლიათ უპასუხოთ მის ავტორს ან გზავნილის ყველა წევრს. ასევე შესაძლებელია გაუგზავნოთ იგი თქვენთვის სასურველ სხვა თანამშრომლებს. ასევე შესაძლებელია მიღებული გზავნილის შენახვა პირად შენიშვნებში. ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის მსგავსად, მიღებული გზავნილიც შეგიძლიათ დაჭედოთ. ელფოსტისგან განსხვავებით, გზავნილის მიმღებ თანამშრომლებში ყოველთვის ნახავთ მათ, ვინც წაიკითხა ან დაჭედა მიღებული ინფორმაცია. ხოლო დანარჩენებს დამატებით შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეტყობინება მისი სასწრაფო წაკითხვის შესახებ. გზავნილების ჩამონათვალში მითითებული ნახატების მიხედვით ადვილად გაარჩევთ გასაგზავნად შენახულ თანამშრომლების მიერ ჯერ კიდევ წასაკითხ თუ დაჭედილ გზავნილებს. გარემოში გზავნილების გაგზავნა შესაძლებელია სხვადასხვა ადგილიდან, კერძოდ კონტაქტების, ისტორიების, საქმეების, შაბლონების, დავალებების ფანჯრებიდან, რა დროსაც მის კავშირებში ავტომატურად ემატება ამ ფანჯრებში მონიშნული შესაბამისი ჩანაწერები.